ეკლესიის მამათა მხრიდან ის სიტყვები, რაც თქვენ ბრძანეთ, რაც გამოსვლათა წიგნშია და ამის შემდგომ მოდევნებული თითქოს და ერთი შეხედვით, გარეგანი შეხედვით, დიამეტრულად საპირისპირო უწყება ეზეკიელის წიგნში, რომ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელი არა მოვაგებს სასჯელს მამისა შვილზე, არ დავსჯი მამის გამო შვილს, არამედ მამამა თავის სასჯელი დაიჯება, შვილი თავის სასჯელი და ყველა თავის ცოდვისთვის დაიჯება, თითქოს და რომ ეწინააღმდეგება თქვენგან წაკითხულ სიტყვებს, რა თქმა უნდა, მოძღვართა ყურადღების ცენტრში მოექცა მთელი სიღრმით განიმარტა როგორც ალექსანდრიულ სკოლაში თავისი უდიდესი წარმომადგენლის წმინდა კირილი ალექსანდრიელის სახით, აგრეთვე ანტიოქიურ ესე იგი მიმართულებაში წმინდა იოანე ოქროპირის სახით და სხვა მოძღვართა მიერაც უფრო გვიანდელ ეპოქაში იქნება ეს ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი, ევთიმე ზიღაბენი და სხვები ერთი და საყოველთაოდ აბსოლუტურად გამოკვეთილი და ჩამოყალიბებული სწავლება გადმოგცა წმინდა ეკლესიამ ყოველგვარი ოდნავ მაინც სხვაობის გარეშე ამ სიტყვათა შეფასებასა და განმარტებაში და შესაბამისად ჩვენ რომ უნათლესი წარმოდგენა გქონდეს რა იგულისხმება ამ სიტყვებში მცირე განმარტების შემდეგ თავად წმინდა მოძღვარს წმინდა კირილე ალექსანდრიელს დავიმოუწმებთ მცირე განმარტება გახლავთ ის რომ კირილე ეხიბარა ამ სიტყვებს პირდაპირ ამბობს იმავე გამოსვლათა წიგნში მეორე ადგილას ანალოგიური უწყება უფლისა რომ ის მოაწევს მამათა ცოდვებს მესამე და მეოთხე თაობებამდე წინ უძღვის სიტყვები მე ვალ სულგრძელი მოწყალე და კითხვას სვამს თუ სულგრძელი და მოწყალია უფალი როგორ შეიძლება რომ მამათა ცოდვების გამო მან დასაჯოს მესამე და მეოთხე თაობისანი იუდეველურ განუსწავლელობას, იუდეველური გონების დაბნელებულობას წამოწევს წინაპლანზე, ამაზე აკეთებს აქცენტს და პირველ რიგში უაღრესად საგულისხმო განმარტებას გვთავაზობს. მე ამ შემთხვევაში გავკადნიერდები და თავად ციტატებს მოვიტან, იმიტომ რომ ეს საკითხი გახლავთ დოგმატური საკითხი და რაიმე ხარბეზი რომ არ შეიქმნეს ესე მაყურებელთა შორის, თავად წმინდა მამათა განმარტებები იქნება ყველაზე დიდი გზამკვლევი ჩვენთვის. კირილე უპირველესად რას ამბობს? უბადრუკი იუდეველნი თითქოს და წინა მშობელთა უხთოების გამო სასჯელ დადებულნი იუდეველნი ამბობენ რომ ჩვენმა მშობლებმა რომ შესწოდეს იმიტომ ვისჯებითო არამცირედ დრტვინავდნენ ღვთისადმი რომელმაც ღმერთმა მათი გაგებით თითქოს და უმეტესი უგუნურებით მათზე მოაწია მამათა შეწოდებანი იუდეველები ასე ფიქრობდნენ ამიტომ იუდეველნი დასცინოდნენ კიდეც ამგვარ მსჯავრს როგორც უმეტესად უსამართლოს და იგავის სახით ამბობდნენ იგავი ნიშნავს ანდაზას აქ მამათა ჭამეს კაწახი და კბილთა შვილთა კბილები მოელხუნეს. ანუ რაც ხალხურ ტრადიციაშიცაა გავრცელებული რომ ბაბუამ თხემალი შეჭამა და შვილს კბილი მოეკვეთა. ეს წმინდა წერილიდან მოდის. მიჩნეულია თითქოს ეს საეკლესიო სწავლება ანდაზა, ანუ დებულება ქრისტიანულ სინამდვილეში, როგორც ეს მოძღვარი უნათლესად განგვიმარტავს, ესაა იუდეველთა დამცინავი სიტყვები უფლისადმი, როგორც თითქოს და უსამართლოსადმი, რომ ვითომს და უფალმა მამათა ცოდვების გამო დასაჯა ისინი. აი ამის გამო იუდეველებმა შექმნეს ანდაზა, უფლის დამცინავი პირდაპირ ნაუწყები როგორც ხედავთ რომ დასცინოდნენ კიდეც ამგვარ მსჯავრს როგორც უმეტესად უსამართლოს რომ მამათა ცოდვების გამო თითქოს და ისინი დაისაჯნენ და ამბობდნენ მამათა ჭამეს კაწახი და კბილნი შვილთანი მოლხუეს ეს გახლავთ იერემიას წინასწარმეტყველებიდან ეს სიტყვები სადაც დამოწმებული ეს ანდაზა რომ მამათა ჭამეს კაწახი და შვილთა კბილნი მაგრამ მას როგორ უნდა გავიგოთ ის სიტყვები რომ უფალი მოხადნის ანუ მოაწევს ცოდვებს მამებისას მესამე მეოთხე თაობამდე კირილე ჯერ წმინდა კირილე აი ასეთ წინასწარ განმარტებას გვთავაზობს. მოაქვს ის სიტყვები, რაც მე გითხარით, რომელსაც წინ უძღვის სულგრძელი და მოწყალე ციტირებას ახდენს წმინდა წერილსაც და ამბობს: უფალი ღმერთი, მოწყალე და შემწყნარებელი, სულგრძელი და დიდად მოწყალე და მოხადნის ცოდვანი მამათანი შვილთაზედა და შვილიშვილთა მესამედ და მეოთხედ ნათესავამდე. აი ეს გამოსვლათა წიგნში ორჯერ გვაქვს ეს. შემდეგ კირილე აგრძელებს ამრიგად წარმოჩნდა რომ ყოველთაზე და ღმერთი თვით სწამებს თავისი თავის შესახებ კაცთმოყვარეობას და უმწვერვალეს ძვირუხსენებლობას, ანუ არ მოიხსენებს ადამიანთა უკეთურებებს. ამიტომ ამ იერიდან მართებული უნდა იყოს თქმა იმ მიზეზისა, რის გამო შეცდნენ იუდეველნი, რომლებმაც ჩათვალეს რომ ალმეხსიერი და გამძვინვარებული ყოფილა ჩვენი კეთილი ღმერთი. ფიქრობ რომ მათ ვერანაირად ვერ მოახერხეს ამ საღვთო სიტყვათა წვდომა, ვერც ის შეძლეს რომ გაეკიცხათ ეს სიტყვები, როგორც თითქოს და უკეთურად თქმული, არამედ ფრიად გადაცდნენ სამართლიანობის ჯულს, მაგრამ შეემთხვათ კი ეს მათი განუსწავლელობის შედეგად, რის გამოც ჭეშმარიტად ჩათვალეს, რომ მშობელთა ცოდვები შვილებზე მოიწეოდა და ისე შორს ხდებოდა გადაწვდენა საღვთო რისხვისა, რომ ვიდრე მესამე და მეოთხე თაობამდე აღწევდა იგი. ამის გამო სხვები კიცხავდნენ უფალს, როგორც უცოდველთა უსამართლოდ დამსჯელს. იუდეველთა მდგომარეობა კიდევ ერთხელ აქვს განმარტებული კირილეს და შემდეგ აგრძელებს.
მაშინ როცა მართებული იქნებოდა მათთვის ამ იუდეველთათვის ჯერ უნდა გაიაზრებინათ რომ სამართლიანობის წყარო ანუ ყოვლადწმინდა სამება ვერ მოიმოქმედებდა ისეთ რამეს რაც ჩვენს ჩვევებზე უფრო სამარცხვინოა ანუ ეს ყველაზე სამარცხვინოდ მიაჩნია მას რომ მამის ცოდვისთვის დასაჯო უდანაშაულო შვილი და ამას ამ ყველა ჩვენს ასეთ მოქმედებაზე უფრო სამარცხვინოს სამართლიანობის წყარო ვერანაირად ვერ მოიმოქმედებდა ამბობს კირილე და აგრძელებს მართლაც ადამიანები კანონთა საჯელს იმათ ადებენ, რომლებიც უკანონობას ჩადიან და არავითარ შემთხვევაში არ ადანაშაულებენ იმათ, რომლებიც მათგან არიან ნაშოვნი. თუ რა თქმა უნდა, არ არის ვინმე ისეთი, ვინც იმხილება როგორც თანადამნაშავე. მე შეიძლება ვინმესგან ნაშოვნი ვიყო, ის უკეთური იყოს, მაგრამ მე გავიზიარო მისი დანაშაული და გავითავისო და ჩემეული გავხადო. ამაზე აქვს აქცენტი, რომ თუ ესე იგი ამგვარი ვითარება არ არის, თუ შვილიც იგივე დამნაშავე არ ხდება შეგნებულად მამისეული ცოდვისა, თუ ასეთი ვითარება არ არის და მხოლოდ მამისეული ცოდვის გამო შეიძლება დაისაჯოს უდანაშაულო შვილი, აი ამასთან დაკავშირებით კირილე ამბობს. ამიტომ იგი რომელმაც ჩვენს ყოველგვარი სამართლიანობის კვალობაზე განგვისაზღვრა სჯულნი, როგორ არ იქნებოდა მხილებული იმგვარ უკეთურებაში, რაც თვით ჩვენს შორისაც კი იგმობა. კაცთა შორის დასაგმობია, რომ ერთმა დააშავოს და სხვა დასაჯო. ეს იგმობა ჩვენ შორის და მაშინ თვითონვე როგორ არ იქნებოდა მხილებული, თუ ამავეს თავადვე შეადის, რომ ერთის დანაშაულის გამო სხვა სჯის. ამასთან არსად ჩანს იგი რჯუნდებლად იმისა უფალი, რომ ცოდვილებთან ერთად საფრთხეში უნდა ჩავარდნენ ისინი, რომლებიც მათგან არიან ნაშოვნი, რამე თუ ცოდვილთა წინააღმდეგაა სასჯელი. მაშ როგორ უნდა გავიგოთ ის სიტყვები, რომ მესამე-მეოთხე საუბამდე უფალი ესე იგი მოაწევს ცოდვებს. კირილე ამბობს, ამ სიტყვებით, ანუ იმ სიტყვებით, რომ უფალი მოაწევს მესამე-მეოთხე თაობამდე, უფალს სააშკარაოზე გამოაქვს, რაც მისთვის არცობრივია, რომ ყოველთვის კეთილად იმოქმედოს. არც მამის გამო სჯის შვილს არ იფიქრო ეს და არც შორეულ შთამომავლებზე დადებს ტვირთივით წინაპართა შეწოდებებს. არამედ იგი გულისხმობს შემდეგს, ანუ უფლის სიტყვები გულისხმობს შემდეგს. თქვათ, იყო ვინმე ურჯულო ადამიანი, რომელსაც ყოველგვარი უკეთურებით სავსე ჰქონდა გონება. მართებული იქნებოდა, რომ იგი ამგვარი ცხოვრების მიმდევარი დაუყოვნებლივ დასჯილიყო, მაგრამ შეიკავა თავი ღმერთმა, როგორც გულმოწყალემ და არ მოაწია მასზე კუთვნილი რისხვა. შემდეგ ამ კაცს შეეძინა ძე, რომელიც შეეჯიბრა მამას უხთოებაში და გაუსწრო კიდეც ბოროტებაში მის მსჯობელს, მაგრამ მასზეც სულგრძელება გამოიჩინა ღმერთმა და არც ის დაშაჟა. ამ შემდეგ ამისგანაც იშვა მესამე, ან და მესამისგან მეოთხე, რომლებიც იმ ხრივ რაც უკეთურ სახეს შეეხება, არაფრით ჩამოუვარდებოდნენ მამებს და მამათა თანასწორად ან უფრო მეტად მოქმედებდნენ უხთოებას. აი მაშინ მოაწევს ღმერთი ზემოდან ამ რისხვას, რაც თავიდანვე ეკუთვნოდა მთელ ამ შთამომავლობას, მაგრამ გამოიჩინა რა თავის დროზე თავშეკავება და სულგრძელება დააყოვნა სასჯელი ვიდრე მეოთხე თაობამდე. დააყოვნა რატომ? რომ იქნებ შვილს მამა გამოეფრიზლებინა, იქნებ შვილის შვილს მამა და ბაბუა გამოეფრიზლებინა, რომ ამ ცოდვას გადარჩენოდნენ, რადგან თაობაშიც არსად არ იქნა აი ამგვარი გონითი გამოფრიზლებულობა, პირიქით კიდევ და კიდევ მეტად გაძლიერდნენ საკუთარ უკეთურებაში შემდგომნი და შემდგომნი, უკვე მამათაგან მომდინარეს, მაგრამ მათ უშუალო ცოდვას ჭრեց ღმერთი და საკუთარი ცოდვებისთვის ჯის, რაც არ უნდა წარმომავლობითი სახე ჰქონდეს წინაპრებისგან, აქ არცაა აუცილებელი გენეტიკური კავშირი, შეიძლება ვინმე წინაპრის ცოდვა ჩვენ გავიმეოროთ, იქედან გავიგო იმ წინაპრისგან გავიგოთ ამ ცოდვის არსებობის შესახებ, ჩვენს გავიმეოროთ, მაგრამ დავიჯდებით რა, იმ წინაპრის ცოდვების გამო კი არ დავიჯდებით, იმ წინაპრის ცოდვების ჩვენეული გათავისებით, ჩვენში ამოქმედებით შეგნებული თანაზიარებით და შეგნებული თანადამნაშავებით და უფრო მეტი თანადამნაშავებით ვიდრე ის წინაპარია. ზოგადი წესი რუკეთური ძალისგანაა ყველა ცოდვა ადამიანში ის შთააგონებს ადამიანს ცოდვებს, მაგრამ მხოლოდ ამით რომ თქვათ რომ აი უკეთურის დამნაშავების გამო ისჯება ყველა ადამიანი, ეს არის აბსოლუტური ესე იგი გამიჯნულობა საღვთო სწავლებისგან. უკეთურის ცოდვას, უკეთურისგან შთაგონებულ ცოდვას რომ შენი საკუთარი პირადი არჩევანი და გონითი გააზრებულობით სიღრმისეულად მიიღებ, გაიაზრებ და საქმეში გამოავლენ, მართალია იქიდან მომდინარეს, მაგრამ შენს პირად ცოდვას და დანაშაულს ჩადიხარ და ამის გამო ისჯება ყველა ადამიანი. მამათაგან მომდინარე ცოდვის გამო მხოლოდ იმ შემთხვევაში ისჯება შთამომავლობა, თუ ეს შთამომავლობა გამზიარებელი ხდება თავისი წინაპრის ცოდვისა, ნაცვლად იმისა, რომ და შვილს ეს ვალდებულებაც აქვს მშობლის წინაშე, როცა ის ღირსეული შვილია, ნაცვლად იმისა, რომ მას გამოეფხიზლებინა თავისი მამა, დაენახებინა მისთვის რა შეცოდებაში იყო და შესაბამისად გადაერჩინა მამა სასჯელისგან. ეს კი არ იმოქმედა გარკვეულმა ვინც იგულისხმება უფლის სიტყვებში, არამედ ამ
შვილმა უფრო უკუღმართა, უფრო გააძლიერა მამისეული შეცოდებანი, კიდევ უფრო მეტად გამბოროტდა, მისი შვილი კიდევ უფრო მეტად გამბოროტდა, არც ის გამოფხიზლდა და მართალია მამათაგან მომდინარენი, მაგრამ საკუთრივ მათგან ამოქმედებული ცოდვანი და დანაშაული ხდება ერთადერთი წყარო ღვთისგან მათი დასჯისა. ყველა იჯება საკუთარი დანაშაულის გამო. აი ამას ასკვნის ბოლოს ესე იგი წმინდა კირილე ალექსანდრელი ის ამბობს რომ ესე იგი სწორედ ეს განაცხადა ბოლოს უფალმა ამავე გაგებისა იყო ეს გამოსვლათა წიგნის სიტყვებით ის შურისგებლობის გამოხატულება კი არის რომ მხოლოდ გულმოწყალებისა რომ დააყოვნა უფალმა კვლავ დააყოვნა მაგრამ აღარ გამოსწორდა ეს ცოდვა პირიქით უფრო გაღმავდა და საყოველთაო რომ არ გამختارიყო და დაუსჯელობის განცდა რომ არ დამკვიდრებულიყო რომ რა გინდ ჩაიდინო დაუსჯელობა არსებობს და ფაქტობრივად საფრთხო სამართლიანობა გაუქმებულია აი მაშინ მოაწერს საჯელს მაგრამ ყველა ისჯება მისგან ჩადენილი თავისგან ჩადენილი ცოდვით ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და წარმომშობლობა არ კონდეს ამ ცოდვას ზედმიწევნით იგივეა უბრალოდ არ არის ახლა აქ ადგილი კიდევ უფრო მკვეთრია წმინდა იოანე ოქროპირის განმარტება აბსოლუტურად კაფეოდ მისი სახელგანთქმულებულება რომ ხოლო ცოდვის შედეგია საჯელი და ისჯება მხოლოდ ის ვინც ცოდვა ჩაიდინა ეს მათე სახარების განმარტებაში იოანეს სახარების განმარტებაში ამ უდიდეს მოწყვეტ არაერთის აქვს ნაუწები ზედმიწევნით იმავე სიმეორებს ნეტარი თეოფილაკტე ბულგარელი ექვთიმე ზიღაბენი კაფეოდ მიუთითებს რომ არათუ მამათა რომ კაცახი სჭამეს ამიტომ მოეკვეთათ კბილები შვილებს და არამედ ყველა ვინც კაცახს სჭამს სწორედ მას მოეკვეთება კბილები ანუ ის შვილიც ვისაც კვილი თავადვე ხდება კაცახის სჭამელი, ანუ იმ ცოდვის გამზიარებელი შეგნებულად და ამიტომ მოეკვეთება მას კბილები, ამიტომ ისჯება ის უფლის ყოვლადი სამართლიანობით.